გაუმარჯოს. მოკლედ ეგეთი ამბავი მინდა გითხრათ, რომ ყველა ეპოქას აქვს თავისი ტრენდი, ხო? და შესაბამისად მუსიკალური ტრენდიც. მე მთელი ბავშვობის განმავლობაში და ჩემი ბავშვობა რას ნიშნავს, ესე იგი 80-იანი წლები. აი 80-იანი წლები არის ჩემი ბავშვობა. 78-ში დავიბადე და შესაბამისად აი 80-იანი წლები არის ბავშვობა. 90-იანებიდან უკვე თინეიჯერობა. ხო და მინდა გითხრათ ეგეთი რამ, რომ ეს რა პერიოდი არის, რომ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ბენდი, ჯგუფი, სხვადასხვა რა, ცნობილი ჯგუფები, ვია 75 და მერე იქიდან სხვა ჯგუფები და ასე შემდეგ და მოკლედ ტრენდი რა არის, რომ ცოცხალი მუსიკა, ანუ გიტარა, პიანო, დრამი, საყვირი და ასე შემდეგ. და ეს რას ნიშნავს, აით მივდივარ, რომ ზესტაფონში, აი სოფლებშიც კი ძალიან ბევრ ქორწილში, სადაც ბავშვობიდან ნაყოფი ვარ და სულ ქორწილი თავარი ივენთი იყო. ბენდი უკრავდა რა, აი დოლი, კლარნეტი, რაღაცა გარმონი და ეგეთი რაღაცეები, სიმართლე გითხრათ, იყო აი მაგალითად მამაჩემი და თავისი მეგობრები რაღაც აი თავის პონჩი რა, აი როგორ გითხრა, აი სხვა გართობის პონტისთვის თუ დაითრევდნენ ამ ესეთ მუსიკოსებს. აი ხო უცნაურად შეიძლება გეჩვენებოდნენ, აი სოფელში, სეფაში და ასეთ ვიდეოებს ნახავთ თქვენს ოჯახებში, რომ კიდე ერთხელ გეუბნები, ნუ მერე უკვე შეიცვალა სიტუაცია, იყო პერიოდები, როდესაც დოლი და რახტაკა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 ტაკataka სუ ჩაწერილზე მღეროდნენ, გააჩნია მოკლედ და ესტრადა შოუ ბიზნესი. დღეს მაგალითად დღეს უცნაური ტრენდია. უცნაური ტრენდია და ბოლო წლებია ეს ტრენდია, რომ ყველაფერი ძალიან ბევრი რამე არის დოლით და აი მაგ ეს მეცინება ხოლმე და ჩემი მეგობრებს უგზავნი ხოლმე ვიდეოებს. აი მაგალითად შეიძლება იყოს რაღაცა ერთხელ ამერიკაში რაღაცა მონაკვეთი ლაფშა რო უყურებს ჭუჭრუტანაში ბალეტს რო ცეკვავს ის. და აი შეიძლება ედოს მაგალითად რაღაცა მთიულური. განა მთიულურია ცუდი და განა დოლი და გარმონია ცუდი კაცო. მაგრამ რავია, აი ყველაფერი ხო არ არის, ყველაფერი დოლი ხო არ არის რა. და ეხლა რატო ვამბობ, რომ მაგ პერიოდში აი 80-იანებში და რაღაცა რეალურად მე რასაც ჩვენ დავარქვით ფანოღი. არა და ფანოღი საერთოდ სხვა რაღაცა. ძალიან ბევრი სიმღერა იყო ისეთი, რომ სწორი დრო რო ყოფილიყო ბენდთან ერთად დაგეკრა, ანუ მარტივი რა, ანუ რა არის მუღამი რაში არის და 3 აკორდი მარტივად რა, ბიტლზებივით. ხო შეიძლება უცნაური შედარება იყოს, მაგრამ ნუ ეგრეა და მე რაღაცა უკვე გაიჩიტა, აი რაც უფრო რთულია მე რო გითხარით რა. ხო და აი ამ სიმღერას რა აქვს? რატო ეს სიმღერა ან ფანოღი, ან ბანძიპონტი, ან რატო არ შეიძლება მღეროდე? აი უბრალოდ მაინტერესებს რა. ბახში ფუტკარი რომ დახვევია და ჩამოხლია მხარზე და ნაცნავი ეგალაზე კაბა რომ დახევია და წამოსულ ხარ შენ გულდამწვარი ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე ძვიმდა თავგამეტები და მაშინ მივხვდი რომ მეუშენო
კი არ დავდივარ და ვეხედები კი არ დავდივარ და ვეხედები ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე წვიმდა და წვიმდა თავგამეტები და მაშინ მივხვდი რომ მე უშენო კი არა დავდივარ და ვეხედები აი მარტივი სიმღერა არ მითხართ ხა ჰიტი არ იყო